Hello. მოკლედ მობილიზებულმა დავტენე ჩემი DJI. მაგრამ სულ ყუილად. ესე იგი ჯერ ხო ავტომატურად კამერა აღარ უტრიალდებოდა და ეხლა საერთოდ ეკრანი აქვს გათეთრებული. გამოვიდა რომ ყუილად დავხარჯე დღეს რო და ყუილად გადავდივი რომ DJI-ით გადავიღებდი. მოკლედ ეხლა ჩამოვედი მოპოდაზე და ვინავდი და მივდივარ კახურ კუთხეში საჭმელად. იმიტომ რომ გულის წასვლამდე მშია, აზიურში მინდოდა ჭამა, მაგრამ აღმოჩნდა რომ დღეს რატომღაც აზიური კუთხე არ მუშაობს. და მოკლედ ეს მშვენიერი მზეა, მაგრამ ძალიან კარგია. დღეს არის საშობაო მარკეტის გახსნა. შუქების საზეიმო ანთება არის 6 საათზე, მანამდე 4 საათზე ბავშვებისთვის განკუთვნილ კუთხეში არის რაღაც პატარ-პატარა აქტივობები. და კაი ამბები, მოკლედ წინა საახალწლო განწყობისთვის. ძალიან გებრიელად ვჭამეთ კახურ რესტორანში და ეხლა მივდივართ საშობაო მარკეტზე, რომელიც აქეთ მოკლედ კამერაში ვერაფრით ვერ აღვიდგინე ორიენტაცია, საით არის ეს ქრისტმას მარკეტი, მაგრამ შევაბრუნებ ეხლა და გაჩვენებ. როგორც გითხარით, რაც ჩამოვედი, არცად არ ყოფილვარ, მათ შორის არც ქრისტმას მარკეტი მინახავ. იმიტომ რომ პირდაპირ წავედით საჭმელად, წამოდე. ხო და ეხლა წავიდეთ და ერთად ვნახოთ რა ამბებია. აი მე როგორი ზამთრის საშობაო რაღაც საახალწლო სადღესასწაულო კვამლი და სუნი და ხო მე ყველაზე მაგარ პოჯი ვარ. ლაშა, აბა რომელი ჯობია, ღვინო თუ ლუდი? ღვინო. არ გაქვს, მე მეგონა ორივე სვამდე. აი, მადლობა. არ გაქვს. მოვიდა საღამოს 6 საათი და ნახეთ რა ლამაზად გადაკაშკაშდა აქავრობა. My parents on my home, that's alright till I go home. She's a handsome, she's pretty, she's a belle of Belfast City. She's a counting 1, 2, 3, and why won't you tell me who is she?
ძალიან კარგი და ცოტა გრძელი საღამო იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი საკმაოდ ობიექტივით იყო, ქრისმას მარკეტზე რაღაც გონია, რომ ჩემ შვილს შია. პროიმდენი რაღაცა უაზრობები ჭამა და საერთო ჯამში წესიერად ამიჭამია შუადღის კახური რესტორნის მერე და ეხლა გადავწყვეტეთ, რომ იტალიურში შევიდეთ, სანამ ძალიან დაგვიანდა, რომ პატარა ბახშმისავით, ლაითი ბახშამი გქონდეს ოჯახს. მეც ისე ცოტა შეასავით, იმიტომ რომ პრინციპში ისეთი არც არაფერი მიჭამია ქრისმას მარკეტზე, რომ დავფიქრდი. ხო და წავედით იტალიურ რესტორანში. დაჯეკით ბავშვები. დილა მშვიდობისა. მივდივართ საუზმეზე, ცოტა თვალებდასიებული რატომღაც, იმიტომ რომ რატომღაც პრინციპში სასტუმროებში არასოდეს არ მძინავს კარგად, იმიტომ რომ რაღაც სხვა ადგილზე სასტუმროში არის ზოგადად სადმე სხვაგან როცა ვარ არა სახლში. არ გულისხმობ თბილისში, ლონდონში, იმიტომ რომ ლონდონშიც სახურად ვარ და შესაბამისად არ მაქვს ხოლმე დაძინების პრობლემა, ეგრევე ვიდიშები ჭასპისთანავე. მაგრამ აი სხვაგან, თუ თბილისის სახლში არ ვარ ან იქ, ყოველთვის მიჭერს დაძინება და განსაკუთრებით მიჭერს დაძინება სასტუმროებში. ასე რომ ჩემი თვალები მიზეს შედეგობრივია. ხო და მოკლედ ახლა მივდივართ საუზმეზე. ძალიან კაი ჰაერია, ცივა, მაგრამ რაღაცა აი შემეწუხებელი სიცივე არ არის. საუზმეზე გემრიელი ყავა ვერ დავლია, იმიტომ რომ აი ჩვენი ქრისმას ვილიჯი დაწყნარებული უკან. ხო და ყავა ვერ დავლია გემრიელად, იმიტომ რომ თავსახური არ ქონდათ წასაღები ჭიქის. მაგრამ ეხლა ვიყიდე ბარში შემოსასვლელში, სადაც ქონდათ თავსახური. ჩემი კაპუჩინო არის გემრიელესი, აი ძალიან მომწონს. რაც შეეხება ამ საკითხს, სხვათა შორის თბილისში რამდენჯერაც ბოლო პერიოდში სადმე ყავა ვიყიდე, ან თავსახური არ ეხურება და მე ამ ნაწილიდან აი ქვემოდან მეკცევა დალევის პროცესში, ანუ აქედან იღურებ. რა ყავაც კი ავიღეთ მე და ჩემმა მეგობარმა სეირნობის დროს ყველა გადავაგდეთ. თავი დიდი გონია რაც თავი. ეხლა გვაქვს საღამოს გასეირნება და აი ნახე ჩატობუერა რა ლამაზად მორთული. ძალიან მომწონს. ძალიან ცივა, მაგრამ საღამოა და ლოგიკურია. გადაღება ვერ მოვახერხე მე მგონი, მაგრამ ცოტა ჩოგბურთი ვითამაშეთ, მე აზიურში ვიყავით. ხო და ერთ სიტყვით ძალიან კაი დღე იყო, ისეთი მშვიდი წყნარი. ეხლა ვსეირნო. ბავშვი მიყვავს ბავშვების გასართობ ოთახში. ცოტას ვითამაშებთ. მე ვახშმებ ბავშვს. და მე ძილის დროც მოვა. და ხვალ დაუბრუნდებით თბილისში. აუ, ისეთი საოცარი ცა უნდა გაჩვენოთ. ნახეთ რა ლამაზია. კამერაში როგორც იმცემს თავარი შუქები. ძალიან სილამაზია და ძალიან სიმყუდროვეა. გუშინ ისეთი ფუსფუსი იყო და ისეთი ბევრი ხალხი იყო. ყობა საშუალო მარკეტის გახსნა რო იყო და ივენთი გამბავში. დღეს რაღაცა აი მე მგონი მეტისმეტად სიწყნარია და აი კაცი შვილი არ არის. ამდენი ხანია მოვდივარ, ვაიმე, ხო და ესეთი ამბავი. წავედით kids room-ში სათამაშოდ. რამდენიმე ფილმია, რაც აი საშობაო სეზონი რო იწყება, რო არ ვნახო, მე მგონი ისა ვერ დადგება ხოლმე. ეს საფესტივალო განწყობა. თქვენ რომელი ფილმი გიყვართ საშობაოდ, გამიზიარეთ კომენტარებში, ნახავ სიამოვნებით რამე ახალს. მე პირადად ტოპების მიხედვით რო დავალაგო, პირველი არის Holiday, The Holiday. ბრიტანულია და მე ბრიტანული ფილმები. აი მე აქეთ არ უნდა წამოსულიყავი, არ მიყვარს აქეთ. ძალიან მიყვარს.
იმიტომ რომ რაღაც ადგილებს რო ვცნობ ხოლმე და სიტუაციურად რომ მეცნობა, ძალიან მომწონს ეგ ამბავი. შემდეგი არის, რა თქმა უნდა, Love Actually. მაგის გარშე აბა როგორ? ეგეც ბრიტანულია და ეგეც მე მგონი მაგით მომწონს. მოკლედ 3 წლის წინ მომივიდა ასეთი იდეა, რომ გამაკეთებინა პერსონალიზებული მაისურები, აი დაახლოებით რომ გიხსნათ ესეთი. ავდგები რომ გაჩვენოთ კარგად. აი. ეს არის საშობაო საახალწლო თემატიკის ემი მარიამებისთვის და ყველა ემზე დაწყებული სახელებისთვის. ასეთი საახალწლო ლამაზობები. ეს არის იასო. ნახეთ რა მაგარია. აი მე თვითონ ისე მომწონს გიჟდები. კიდე გაჩვენებთ. ელი ყავისფერზე ეს მწვანე ფერი, აი ძალიან მიდის ჩემი აზრით და ძალიან ლამაზია. აი ეს არის ცოტა ოვერსაიზივით, აი როგორც ჩემი მაისური ლამაზესია, ესეც ცოტა ოვერსაიზივით, ცოტა ოვერსაიზივით არა, კარგად ოვერსაიზივით მაისურია. მოკლედ ბევრნაირი, აი ეს არის ჩემი ფავორიტი. აი რა ლამაზია. აი ხელით ნაქარგი როა ეს მცივები არის, აი ულამაზესი ნაძვის ხეზე. მოკლედ მთელი იდეა ამის, ჩემი პერსონალიზებული მაისურების, აი ესეც ულამაზესია და დაბრენდილიც მაქვს. თეთრზე ოქროს ფერით, ძალიან მომწონს. ახლა კამერა რატომღაც არ აღიქვამს მე როგორც ვხედავ. კარგად. სახელიც მქონდა მომფიქრებული by showroom 23 ერქვა რა ქვია. ну მოკლედ ამის გაკეთების მთელი იდეა იყო ის რომ ეს მაისურები უნდა ყოფილიყო ხელით ნაქარგი, იმიტომ რომ ეტყობა კიდეც აი ახლა ამას უყურეთ. ამას მანქანის დანადგარი ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ აი აქ თუნდაც gingerbread-ს ხო gingerbread-ია. პატარა ბანტჭკი რო უკეთია, როგორ არის გაკეთებული აი. ხო და მოკლედ ისეთ დეტალებს ვერ მიიღებ მანქანით ქარგვისას, როგორც ხელით ქარგვის დროს. და ეს დიზაინები ყველაფერი არის ჩემი შედგენილი, ასე ვთქვათ და მე უკვე კონკრეტულმა ადამიანმა მცოდნე პროფესიონალმა ამომიქარგა. მაგრამ ვინაიდან არის ხელით ნაქარგი, ну ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსია, მაგრამ ის მინუსი აქვს, რომ აი ზედმიწევნით სიზუსტით ვერ გამოდის ხელით ფიზიკურად, აი როგორც არ უნდა ეცადო. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, აი ზუსტად ვერ გააკეთებ რა ყველაფერს, აი ხო და ვინაიდან მე ცოტა ეგეთ რაღაცებში პერფექციონისტი ვარ, გადავწყვიტე რომ ეს მაისურები არ დამედო გასაყიდად. ასეთი კიდე ძალიან ბევრი მაქვს შენახული მაგ კარადაში, ეს ნიმუშად გამოვიტანე რამდენიმე. ხო და ვიფიქრე რომ ასე რო არ მედოს, ჯობია გავაჩუქოთ ხო? და რადგან ახლა საახალწლო ვიდეოს ვამონტაჟებდი საშობაო მარკეტისას, რაღაც აზრად მომივიდა რომ ახალი წელი მოდის, ახალი წლის ნაქარგებიც მაქვს და რატომაც არა რომ ვაჩუქო ჩემ გამომწერებს თქო. ხო და მოკლედ ძალიან მარტივად ამ ვიდეოს ქვემოთ უნდა დაწეროთ ნებისმიერ ტიპის კომენტარი, იმიტომ რომ კომენტარების მეშვეობით ავტომატურად ვარდება პროგრამით და შესაბამისად ამ გაჩუქებაში მონაწილეობის მიღება დამოკიდებული არის მაგაზე, მაგრამ ასევე უნდა იყოს ორი პირობა შესრულებული, უნდა იყოს ჩემი YouTube არხის Theo Vlogs გამომწერი და ასევე Instagram გვერდის Theo's Food Corner. მოკლედ ეს ორი პირობა არის სულ. მოკლედ უნდა იყოს ჩემი გამომწერი, რომ ჩემი პერსონალიზებული ხელნაქარგი მაისურების საახალწლოდ იჩუქო. ხო და მოკლედ ასე მეგობრებო, თუ მოგწონთ და ჩემი აზრით ძალიან მოსაწონია. მე თვითონაც წითელიც მაქვს ესეთი წითელი არის უფრო საახალწლო. ერთხელ მეც ვამგონი ერთ ვიდეოში და ეს არის ჩვეულებრივი, ხო და მოკლედ ესე თუ გინდა გახდე ამ მაისურის მფლობელი, ну კარგი ამბავი კიდე ის არის, რომ 3 ადამიანს ვაჩუქებ მაისურს, შესაბამისად ძალიან დიდი შანსებია, რომ ეხა შენ რო უყურებ ამ ვიდეოს და კომენტარს დაწერ, შენ ამოხვიდე ერთ-ერთი 3 ადამიანიდან, ვისაც ვაჩუქებ საახალწლოდ ჩემს გაკეთებულს, ну ჩემი ხელით ნაქარგს არა, მაგრამ ჩემი დიზაინით გაკეთებულ მაისურს. ხო და წარმატებები მოკლედ ჩემი აზრით მშვენიერი საახალწლო საჩუქარი არის საახალწლო პრინტით. თუ რაღაც ისეთი შემთხვევა იქნება, რომ მაინც და მაინც ისეთი სახელის მქონე ადამიანმა გაიმარჯვა, ვისი სახელის პირველი 100-ს არ არის, ვთქვათ, ახალი წლის ვიზუალის, საახალწლო ვიზუალის ნაქარგში,
მაშინ ჩვეულებრივ ასეც როგორც მე მაცვია რაღაც სხვა დიზაინში. აი აქ ერთი ნიმუშიც მაქვს მაგალითად ქეთისთვის. ასეთ ტიპისას გამოგიგზავნით. ხო, თავიცი. მე დიდი სიამოვნებით გავაჩუქებ. ახლა უკვე თქვენზეა. მომავალ ვიდეომდე, შემდეგ ვიდეოში გამოვალენ გამარჯვებულს კომენტარებიდან შემთხვევითობის პრინციპით.